რადიო აჯარა წარმოგიდგენთ. აჯარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პროექტს საზოგადოების ხმა. დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, არჩევნები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობის განვითარება. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე რადიო აჯარის პირდაპირ ეთერში FM 104.5-ზე გადაცემა საზოგადოების ხმა. FM 104.5. ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა. ეთერშია საზოგადოების ხმა. ეს არის აჭარის ტელერადიო დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პროექტი, რომელშიც რეგიონში მოღვაწე თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე საშუალება გაქვთ მოისმინოთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საინტერესო დისკუსიები და მიიღოთ ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შესახებ. დღეს ეთერში თქვენთვის მე, ნინო გაბუნია, კავშირის პროგრესი ხელმძღვანელი და ხმის ოპერატორი ქეთი ნაცვლიშვილი ვიმუშავებთ. როგორია სკოლამდელი განათლება საქართველოში და რა ხარვეზებია ამ ხრივ საკანონმდებლო დონეზე? არსებობს თუ არა სტანდარტები და სტრატეგია ადრეულ ასაკში ბავშვთა აღზრდისა და განვითარებისათვის? რა იგეგმება ქვეყანაში სკოლამდელ დაწესებულებებში სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის? ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ბლოკში ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ნინო კერვალიშვილთან. გადაცემის პირველ ნაწილში დასასრულს კი თბილისიდან გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი მაია უფარაძე უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. რამდენად შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს ბათუმის საბავშვო ბაღებში არსებული მართვის სისტემა და როგორია მისი განვითარების ტენდენცია? გადაცემის მეორე ბლოკში ბაღებში დამკვიდრებულ მენეჯმენტსა და გამოწვევებზე ვისაუბრებთ ბათუმის მესამე საბავშვო ბაღის დირექტორთან ნანა თედორაძესთან და საკრებულოს წევრთან, ფრაქცია ბათუმისათვის თავმჯდომარე ნაზი ქობულაძესთან ერთად. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 27 53 91. დასვით კითხვა ან დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ჩვენს კითხვებზე პასუხს კი ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ნინო კერვალიშვილი გასცემს. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. მოგესალმებით. რა შეიცვალა, ქალბატონო ნინო, მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის კანონში ცვლილებები შევიდა და საბავშვო ბაღების დაფუძნება მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად გადაიქცა? პირველ რიგში ქალბატონო ნინო აღნიშნავ, რომ 2006 წელს ამ საკანონმდებლო ცვლილებამ სერიოზულად შეცვალა საბავშვო ბაღების მდგომარეობა. ზოგადად დეცენტრალიზაცია და დელეგირება უფლებამოსილები ძალიან დადებითია, მაგრამ როდესაც სკოლამდელი საგანმანათლებლო სივრცე გადაეცა მთლიანად მუნიციპალიტეტს, ჩემი სასით არც მუნიციპალიტეტი არ იყო იმ ეტაპისთვის ამისოდ მზად და რაც მთავარია სკოლამდელი სექტორი, მე ვსაუბრობ მეთოდოლოგიური თვალსაზრისით მთლიანად მოწყდა ზოგად განათლებას და რაც მთავარია იგი მთლიანად მოწყდა განათლების სამინისტროს. გამომდინარე აქედან პირველი ეტაპი იყო ნამდვილად ძალიან წარმატებული იმ გაგებით, რომ დაიწყო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელთაც გარემონტა ქალაქის თითქმის ყველა საბავშვო ბაღი, მაგრამ რაც შეეხება იმ გამოწვევებს, რომელიც დღესდღეობით არის ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების სახით, თავისთავად ფეხი უნდა აუწყოს სკოლამდელმა სექტორმა. ამისთვის აუცილებელია, ალბათ, ჩემის აზრით, განათლების სამინისტროს მეტი ჩართულობა სკოლამდელ სექტორში. თუ არსებობს, ქალბატონო ნინო, ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რაც ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი განათლების ერთიან სივრცეში მოქცევას მოახერხებდა? კონკრეტული საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. ჩვენ მხოლოდ ხელმძღვანელობთ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რაც კონსტიტუციაში გაჩნდა. ეს არის ის, რომ სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის და იგი უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო, მაგრამ ეს არ ესაკმარისია საიმისოდ, რომ მთლიანად მოწესრიგდეს სკოლამდელი საგანმანათლებლო სივრცე. არსებობდა კიდევ მცდელობა ამისი 2008 წელს, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონი გიორგი ნოდიასა ბრძანება გამოიწვა სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ, სადაც გარკვეულად წერია, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ეროვნული მიზნები ემსახურება იმას, რომ ხელი შეუწყოს ფიზიკურად, გონებრივად და სოციალურად ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას და ბავშვის მზაობას სკოლისათვის. დღესდღეობით პრაქტიკულად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცე ამ თვალსაზრისით არ არსებობს. ეს არის დელეგირებული უფლებამოსილება, უბრალოდ ექსკლუზიური უფლებამოსილება მუნიციპალიტეტების. შესაბამისად, იგი მხოლოდ არსებობს რაღაც გარკვეულწილად რაღაც სარეკომენდაციო ხასიათის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და ჩვენ ხელმძღვანელობთ მხოლოდ წესდებით, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ არის დამტკიცებული.
რა ინოვაციები დაენერგა აი ამ მეთოდოლოგიის სფეროში სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით? მას შემდეგ რაც UNICEF-ი აქტიურად ჩაერთო სკოლამდელი განვითარების სფეროში ინოვაციების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი კარგი გამოწვევები მივიღეთ ჩვენ და შესაბამისად რამდენიმე სახელმძღვანელო, რომელიც განათლების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის და UNICEF-ი დაფინანსებით შეიქმნა, მთლიანად საქართველოს მასშტაბით სარეკომენდაციო ხასიათის იყო ეს სახელმძღვანელოები და იგი გადმოეცა ყველა საბავშვო ბაღს. ამასთანავე დღეისათვის არსებობს ილიას უნივერსიტეტთან ერთად ისევ UNICEF-ის დაფინანსებით არსებობს სკოლამდელი განათლების პროგრამა, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე მოქმედი არის თბილისის მასშტაბით. რაც შეეხება ბათუმის მასშტაბით, ჩვენ შევიტანეთ ეს სახელმძღვანელო და შესაბამისად დაგვიმტკიცა მუნიციპალიტეტმა და ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ ახლა მეტნაკლებად როგორც ეს შესაძლებელი არის ფეხი აუწყოთ იმ რეფორმებს, რომელიც მიმდინარეობს ზოგადი განათლების სფეროში. რა არის ის ძირითადი პრობლემები, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებენ დღეს? მე მაინც ჩემი კუთხით გავამახვილებდი ამ თვალსაზრისით ყურადღებას. პირველ რიგში ალბათ ეს არის პედაგოგების გადამზადება, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ერთ-ერთი უმთავრესი ჩემი აზრით პირობაა ის, რომ სკოლამდელი სექტორი და რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ სკოლამდელ განათლებას და არა მხოლოდ აღზრდაზე, იმიტომ რომ მთლიანად დამოკიდებულია ეს, როგორ მოხდება კონკრეტული სტატუსის მინიჭება. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში არც არ არის დაწერილი, რომ ეს არის სკოლამდელი განათლება და არა აღზრდა. შესაბამისად არ არსებობს კონკრეტული ერთიანი საკანონმდებლო ბაზა. გამომდინარე აქედან კანონის შექმნა არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, როგორც მოგახსენეთ, გადამზადება პედაგოგების არის აუცილებელი პირობა და რა თქმა უნდა ბავშვთა რაოდენობების დაბალანსებაც აუცილებელი პირობაა. არსებობს თუ არა ქალბატონინო დღეს მუნიციპალურ დონეზე რაიმე სტრატეგია, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მიზნის განსაზღვრად, არამედ მისი მიღწევის გზების დაგეგმასაც? საერთოდ სტრატეგიები რა თქმა უნდა არის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის. პირველი სტრატეგია, რომელიც რეკომენდაციის სახით ჩვენ გაგვაცნეს, ანუ თბილისის განათლების სამინისტროდან წამოვიდა ეს იყო საბავშვო ბაღების მართვის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც რატომღაც შეჩერდა და რაღაც დონეზე ალბათ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი მიიღო და შემდეგ გაიყინა ამ დოკუმენტზე მუშაობა. რაც შეეხება საბავშვო ბაღების განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე, ეს მუნიციპალიტეტის პრეროგატივა, მან აიღო ამაზე პასუხისმგებლობა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს, როგორი ბაღები სჭირდება მას მომავლისათვის. ქალბატონინო, თქვენ იყავით კონფერენციაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, UNICEF-ის ორგანიზებით იყო ეს კონფერენცია და რა შთაბეჭდილებები შეგიძლიათ გაგვიზიაროთ დღეს? ჩემი აზრით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია, რაც სკოლამდელ სექტორში ზოგადად გაკეთებულა ყოველ შემთხვევაში 2006 წლიდან, მას შემდეგ რაც მე ამ სისტემაში ვმუშაობ. ეს იყო ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების ეროვნული მიზნებისათვის დაგეგმილი კონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღო როგორც პარლამენტის, ასევე საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. რა თქმა უნდა, ეს იყო უნიშნულოვანესი შეხვედრა, იმიტომ რომ მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით, ბავშვის სიცოცხლის გადარჩენისათვის, ქუჩის ბავშვები მუშაობა წარიმართა კვების ნორმების მოწესრიგებისათვის და ამასთან მეთოდოლოგიის სფეროს და რაც მთავარია გაჟღერდა პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია და ერთ-ერთი მთავარი რაც იყო მიიღეს დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა 2013-2015 წლებისათვის და ვინც ამას მოაწერა ხელი, ყველანი აბსოლუტურად თანახმანი არიან, რომ უნდა მოხდეს 100%-იანი ბავშვთა ჩართულობა 2015 წლისათვის. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, რომ იყავით სტუდიაში. ახლა კი პირდაპირ სატელეფონო ხაზზე თბილისიდან გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე ჩაგვერთვება და უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. მოგესალმებით ქალბატონო მაია. მოგესალმებით ქალბატონო მაია, როგორც ვიცით, UNICEF-ი ჩართულია სკოლამდელი ასაკის ახსაზრდელთა პროგრამის შექმნაში. რა ფორმითაა ჩართული და რას ითვალისწინებს ეს პროგრამა? ამ ინიციატივებს ანხორციელებს UNICEF-თან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის და ჩვენი UNICEF-ის მხარდაჭერით ანხორციელებს ხშირად განათლების და მეცნიერების სამინისტრო საქართველოსი, ხშირად ამას ანხორციელებს მაგალითად თბილისის მერია, ხშირად ამას ანხორციელებს მაგალითად სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები. ხშირად ამას ანხორციელებენ მაგალითად ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლამდელი განათლების გაერთიანებები. ანუ რეალურად იცით რა არის, რომ აი ბოლო 5 წლის განმავლობაში
ძალიან ბევრი საინტერესო, საჭირო და ინოვაციური, ასე ვთქვათ, ბიტყვი პროექტები დაიწყო, მაგრამ რეალურად ამ პროექტებმა თავისი დასრულების შემდეგ საფუძვლები დაუდეს თვითონ აი სექტორის სახელმწიფოებრივ ინიციატივებს. ეს არ არის პროექტები, რომლებიც დაიწყო და დამთავრდა. არამედ ეს იყო პროექტები, რომლებიც დასაბამი საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივ, ასე ვთქვათ, ინიციატივებს განვითარებისათვის სექტორის. თქვენ ალბათ იცით, რომ 2005 წელს მოხდა სკოლამდელი განათლების დეცენტრალიზაცია. ეს რას ნიშნავს? როდესაც მთელი პასუხისმგებლობა ამ სექტორის მართვის, დაფინანსების, ხელმძღვანელობის, განათლების და მეცნიერების სამინისტროდან გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობებს. კრიტიკული პერიოდი იყო, იმიტომ რომ რეალურად არ არსებული ადგილობრივი ცოდნის ფარგლებში მოხდა აი ამ ასე ვთქვათ პასუხისმგებლობების გადაცემა ცენტრალური დონიდან ადგილობრივ დონეზე, სადაც თვითმმართველობაში არ იყო მომწიფებული ცოდნა თუ როგორ უნდა ემართათ, რა სტანდარტებით უნდა ემუშავათ, რა პროგრამები უნდა აემუშავებინათ და რა სტრატეგიებით უნდა რეალურად ემართათ სექტორს. თანხები იყო გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტის, მაგრამ ახლა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი თანხა სჭირდება კარგი ათვისება და სჭირდება ძალიან კარგი რეზულტატი. ხო მართალია, მაგრამ კარგი რეზულტატისათვის ასე ვთქვათ, ცოდნაც არის მუნიციპალიტეტებში საჭირო. ამიტომ რეალურად ჩვენ ასე ვთქვათ, ძალიან კარგი შეფასება, დროული შეფასება გავუკეთეთ საჭიროებებს იმ პერიოდში თვითონ ყველა მუნიციპალიტეტის თხოვნით გათვალისწინებით. და მაგალითად განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შეიქმნა უამრავი საჭირო სახელმძღვანელო. რა სახელმძღვანელოებზეა საუბარი, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ? ეს სახელმძღვანელოები არის ბავშვის სტანდარტების შესახებ. ეს სახელმძღვანელო არის იმ პროგრამების შესახებ, თუ რითაც უნდა იმუშაოს დღეს სააღმძელო დაწესებულებებმა, ანუ ჩვენი ტრადიციული გაგებით საბავშვო ბაღებმა. ეს სახელმძღვანელოები არის იმის შესახებ, თუ მაგალითად რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო ბაღის გარემო, სააღმძელო და სასწავლო გარემო, უსაფრთხოება როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, რა ცოდნით და უნარებით უნდა იყოს აღჭურვილი დაუშვათ აღმზრდელი საბავშვო ბაღში. მოკლედ, თუ კი მანამდე იყო მწვავე დეფიციტი სახელმძღვანელოების და რეალურად ის არ არსებობდა. აი ამ წლების განმავლობაში შემიძლია თამამად თქვა, რომ ჩვენი ბაზარი გაჯერდა, ალბათ ბევრი კიდევ საჭიროა, გაჯერდა იმ საჭირო ინფორმაციით, ცოდნისა, რომელიც ყველაფერი ამ სახელმძღვანელოებში თავმოყრილია. ისევ ადგილობრივ თვითმმართველობებზე იქნება დაქვემდებარებული თუ განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს მის განხორციელებას? იგივე არის ეს ალბათ სავალდებულოდ კომპეტენცია არის თვითონ მთავრობის, რომ მათ ასე ვთქვათ გითხრან, მაგრამ რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული რეალურად, სკოლამდელი განათლება ისევ დეცენტრალიზებული იქნება, იმიტომ რომ ამას თავისი ჩვენის პერსპექტივით ასე ვთქვათ ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ რეალურად ბევრად უკეთესად იცის თვითონ ადგილობრივი საჭიროებები, მაგრამ სიახლე ბოლოხანების ის არის, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროში შეიქმნა სამმართველო სკოლამდელი განათლების შესახებ. მაგრამ იცით, ჩვენ როგორც ვიცით, არავითარ შემთხვევაში ეს სამმართველოს შექმნით თვითმმართველობებს პასუხისმგებლობა სკოლამდელი განათლების მართვისა და დაფინანსების და ხარისხის კონტროლის შესახებ არ ერთმევთ. ეს ისევ მათი პრეროგატივა არის, ხოლო განათლების და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს ფუნქცია პირველ რიგში იქნება მეთოდოლოგიური მხარდაჭერის გაწევა მუნიციპალიტეტებისათვის, კოორდინაციის გაწევა მუნიციპალიტეტებს შორის, ანუ მან უნდა მოამარაგოს მუნიციპალიტეტები რეალურად სტანდარტებით, პროგრამებით და სხვა ცოდნით, რომელიც რეალურად საჭირო არის კადრების უკეთესი მუშაობისათვის, ბაღების და აი სკოლამდელი სხვა სერვისების უფრო ეფექტური და რეზულტატიანი მუშაობისათვის. და მერე შესაძლებელი არის, რომ აი ამ თვითონ სამმართველომ დაუშვათ გაანალიზოს თუ
დღევანდელი, ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობის მუნიციპალიტეტების დონეზე დაუშვათ ეს თვითონ განვითარება რა როგორ მიმდინარეობს რა პროცესია თითოეული მუნიციპალიტეტი ამ სიახლეების მიღების სიახლეების დანერგის თვალსაზრისით იმიტომ რომ პრაქტიკულად რაც კეთდება ეხლა და რაც ცოდნად ამ სახელმძღვანელოების სახით იწერება რა და ჩნდება ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს კადრების კვალიფიკაციის გაზრდას ბავშვებისათვის უკეთესი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო ასე ვთქვათ პროგრამების დანერგვას, ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო შექმნას საბავშვო ბაღებში და ასე შემდეგ. ჩაერთვება თუ არა UNICEF-ი მომდევნო ეტაპზე? იცით რა, ჩვენ დასაკვირველია ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ UNICEF-ის ასე ვთქვათ მონაწილეობით შემუშავებული ყველა მასალა ყველა პროგრამა, ყველა ლიტერატურა შესაბამისად იქნეს ათვისებული, იმიტომ რომ ჩვენი ასე ვთქვათ თვითმიზანი არ არის მხოლოდ წიგნის შექმნა. ჩვენ ხელს ვუწყობთ წიგნის შექმნას, იმიტომ რომ აი ამ სიახლით, რაც ამ წიგნს მოაქვს რეალურად, სპეციალისტებმა ახლებურად და უფრო ეფექტურად დაიწყონ ბავშვებთან მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად საბოლოო ჯამში გვაინტერესებს რომ ბევრად უკეთესი შედეგი სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის ვნახოთ რომ აისახოს ბავშვზე. ბავშვი ბევრად უკეთესად უნდა იყოს მომზადებული სკოლისათვის. დღევანდელ პირობებში, როდესაც საბავშვო ბაღები მაგალითად არაინოვაციური პროგრამებით მუშაობენ, არა, თვითონ სკოლისათვის მზაობის დონე ძალიან დაბალია. მაგრამ ის წარმატებული, ასე ვთქვათ, ის წარმატებული ბაღები, ან ის წარმატებული ჯგუფები ბაღებში, რომლებიც მოტივირებულები არიან პედაგოგებით, აღმზრდელებით, დირექტორებით, რომ სიახლეები დანერგონ. აი მათი აღსაზრდელები გაცილებით უკეთესი შედეგებით, ასე ვთქვათ, გადიან ბაღებიდან და გაცილებით უკეთესი, ასე ვთქვათ, აკადემიური თუ სოციალური მაჩვენებელი აქვს უკვე პირველ კლასებში. მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩაგვერთეთ გადაცემაში. დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის თქვენთან საუბარი. მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებით, იმიტომ რომ სათქმელი ძალიან ბევრი არის და თუ კი ჩემი ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, სახელით მე შესაძლებლობა მექნება, რომ გავაჟღერო მნიშვნელოვანი ინფორმაცია თვითონ საზოგადოებაში, მშობლებისათვის, სპეციალისტებისათვის, ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომელთაც, ასე ვთქვათ, აბარიათ ეს სექტორი, მე ყოველთვის ძალიან დიდი მოხარული ვიქნები. მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. თქვენ უსმენთ გადაცემას საზოგადოების ხმა. საინტერესო სტუმრებით და საინტერესო თემით ვაგრძელებთ ეთერს. სტუდიაში ბათუმის მესამე საბავშვო ბაღის დირექტორთან ნანა თედორაძესთან და საკრებულოს წევრ ფრაქცია ბათუმისათვის თავმჯდომარე ნაზი ხობულაძესთან ვისაუბრებთ. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 27 53 91 და პირდაპირ ეთერში დასვათ კითხვა ან დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მოგესალმებით. გაბატონო ნანა, დღეს ბათუმის რეალობაში ძალზე აქტუალურ თემად იქცა საბავშვო ბაღები, მათი მართვა, მონიტორინგის ხერხები და ფორმები. გთხოვთ მოგვითხროთ იმ ძირითად ცვლილებების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2006 წლიდან 2011 წლამდე. მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღების მართვა მუნიციპალიტეტს დაეკისრა და შეიქმნა საბავშვო ბაღების გაერთიანება. მოგესალმებით. 2006 წლიდან, როგორც კი მუნიციპალიტეტს დაეკისრა საბავშვო ბაღების მართვა, 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. საბავშვო ბაღებს ჰქონდა დამოუკიდებელი ბიუჯეტი, სწორი მენეჯმენტით განვითარდა ბაღები, მოწესრიგდა შენობები, შეძენილი იქნა ინვენტარი, ბავშვთა რაოდენობა საბავშვო ბაღის დირექტორები ვაკონტროლებდით, არ იყო ამდენი ბავშვები, როგორც ახლა არის და იმ 4 წელმა ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. შემდეგ შეიქმნა საბავშვო ბაღების გაერთიანება. საბავშვო ბაღების გაერთიანების შექმნის მიზეზი ის იყო, რომ არსებობენ დიდი ბაღები და არსებობენ პატარა ბაღები და პატარა ბაღებს არ ჰქონდათ ისეთი დაფინანსება, გაუჭირდათ დაფინანსება და მიზეზი ერთი ის იყო, რომ დიდი ბაღების და პატარა ბაღების ბიუჯეტი შეკრებილიყო ერთად და ყველა ბაღი მომარაგებულიყო ისე, როგორც საჭირო იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, გაერთიანების შექმნის დღიდან დღემდე უკვე მესამე წელია ეს გაერთიანება შეიქმნა. დიდი ბაღებიც ხომ ვეღარ განვითარდა და იგივე მდგომარეობაში ჩავარდა ეს პატარა ბაღები, მცირე ჯგუფიანი ბაღები.
მე არ ვიცი, მოუქნელმა სისტემამ გააკეთა ეს თუ არასწორი მენეჯმენტია თუ რა არის, მაგრამ უკვე 3 წელია საბავშვო ბაღი აღარ ვითარდება. საბავშვო ბაღი დაემსგავსა რაღაც საზღვების ობიექტს, მარტო სადაც შემოდის პროდუქტი და ვკვებავთ ბავშვებს. მეთოდური მუშაობა თითქმის ჩავარდნილია საბავშვო ბაღებში და არა იმიტომ, რომ ჩვენ არ შემოგვდის მეთოდური ლიტერატურა, ან მასწავლებლები გვყავს ისეთი, რომ ვერ უძღვებიან ამას, მაგრამ პატარა ბავშვი არის პატარა ბავშვი, ეს არ არის სკოლა. ბავშვი დასვა მერხთან წაუკითხო და ისწავლოს, ხო? მას სჭირდება სააქტივო მასალა, მას სჭირდება ანუ არ ხდება თანხების დახარჯვა ბავშვების განვითარების მიმართულებით და ძირითადად მაინც საკვებზე იხარჯება თანხები. მე არ ვიცი თანხების გახარჯვა სად და როგორ ხდება. ჩვენ საბავშვო ბაღის დირექტორები დავჭით ისეთი უუფლებო დირექტორები, რომლებსაც არაფრის უფლება არ აქვს. აბსოლუტურად სულ ყველა საბავშვო ბაღის თანამშრომელი ანგარიშვალდებულია გაერთიანების დირექტორის წინაშე და არა ჩემს წინაშე. საბავშვო ბაღის დირექტორები დავჭით საერთოდ უუფლებო დირექტორები, რომლებსაც არაფრის უფლება არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ზედამხედველები ვიყოთ საბავშვო ბაღში. გასაგებია, ქალბატონო ნაზი, ფაქტიურად თქვენ მუშაობთ საკრებულოში და იცნობთ ალბათ ამ სისტემას. როგორ ფიქრობთ, მართვის როგორი მოდელი იქნება სკოლამდელი სექტორის განვითარებისათვის ყველაზე მოქნილი და რა ხარვეზებს ხედავთ არსებულ მოდელში? იცით რა, რაც შეეხება მეთოდოლოგიას, რაზეც წეგან ჩვენი სტუმარი საუბრობდა, მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჯგუფში არის 45 და უფრო ზემოთ ბავშვების რაოდენობა, მე ვფიქრობ, ნამდვილად შეუძლებელია ამ პირობებში ბავშვებს რაიმე ასწავლო. ელემენტარულად ამ ბავშვების უსაფრთხოებაც კი დგას დიდი რისკის ქვეშ. ანუ თქვენ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის თქვათ გაერთიანების ბრალი, ან ბაღის გამგის ბრალი იქნებოდა თუ კი ის იქნებოდა დამოუკიდებელი და მეტად უფლებიანი, ეს ალბათ არის ჩვენი ბრალი, ქალაქის მუნიციპალიტეტის და არა მარტო, იმიტომ რომ არ არის საკმარისი შენობები, საკმარისი ჯგუფები და გაიზარდა მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე ბოლო პერიოდში. თავიდან, როდესაც იქნებოდა ბაღების გაერთიანება, მე ვიყავი წინააღმდეგი და მაშინ თქვი კიდეც მე ვიყავი ჩართული ამ ჯგუფში, რომელიც ბაღების მონიტორინგს აწარმოებდა, როდესაც დავდეთ ჩვენ შედეგები და მივაწოდეთ, მაშინ ვიცემერი იყო ჯემალანაინძე, რომელმაც ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ უნდა შექმნილიყო საბავშვო ბაღების გაერთიანება. ის ძირითადი мотиваცია იყო ის, რომ მერია ვერ აკონტროლებდა ხარჯებს, რომლებსაც გასწევდნენ საბავშვო ბაღების დირექტორები. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებდა მერია ამას. მე ვფიქრობ, რომ არის მონიტორინგის საშუალება. რა თქმა უნდა, ქონდა მონიტორინგის საშუალება, მაგრამ ალბათ ის ადამიანებიც, ვინც წესით მონიტორინგს უნდა ახორციელებდნენ, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, თქვათ, მოქმედებდნენ. მე ვერ დავადებ ხელს ვერც მერიის თანამშრომლებს, ვერც ერთი საბავშვო ბაღის გამგეს თუ დირექტორს თუ რაც ქვია, მაგრამ ფაქტად რჩება, ჩვენ რამდენიმე თითქმის ყველა საბავშვო ბაღი შემოვიარეთ, იყო საბავშვო ბაღები, სადაც მართლაც ყველა დეტალს ეტყობოდა, რომ იქ იხარჯებოდა ის თანხა, რომელიც ამ საბავშვო ბაღებში იყო ჩადებული, თუმცა იყო რამდენიმე საბავშვო ბაღი, ჩემთა სამწუხაროდ, სადაც მხოლოდ დირექტორის კაბინეტში შეიძლებოდა ფუფუნების ნახვა და არა სხვაგან საბავშვო ჯგუფებში. ამ პრობლემა მოგვარებულია, მე მგონი საბავშვო ბაღები გარემონტებულია და ინვენტარით შეტანილი არის, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ განვითარდეს? მე ვფიქრობ, რომ არ არის თვითონ საბავშვო ბაღების შენობების და ჯგუფების რაოდენობა საკმარისი ქალაქისთვის. პირადად მე იმდენი ადამიანი მომართავს თხოვნით, რომ იქნებ დამეხმარო და ბავშვი საბავშვო ბაღში მიაღებინო. ჩემს ახლობლებს ან ვისთანაც შემიძლია გახსნილად საუბარი, ვეუბნები, რომ არ შეიძლება დღეს დედამ ბავშვი მიიყვანოს 50-ად ჯგუფში. ეს ელემენტარულად საფრთხეს უქმნის ამ ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი ხანდახან. გასაგებია, ანუ ბათუმს არ ყოფნის საბავშვო ბაღების რაოდენობა, მithumetes იმ ფონზე, როდესაც ქალაქი გაიზარდა და შემოერთა ტერიტორიები. ცალსახად. ქალბატონო ნანა, თქვენთან მაქვს შეკითხვა. გაერთიანება შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს თავის სტრუქტურულ ერთეულებს განვითარებაში. თქვენ წეგან ამბობდით, რომ ფაქტიურად ამ გაერთიანების შექმნამ შეაფერხა საბავშვო ბაღების განვითარება. მაშინ რომ გვითხრათ რა მიზანს ემსახურება ეს გაერთიანება რისთვის არის შექმნილი და როგორ ფუნქციონირებს იგი დღეს? რა მიზანს ემსახურება, ნამდვილად ვერ გეტყვით.
თავიდანაც ვერ გავიგე რა მიზნით შეიქმნა, იმიტომ რომ საბავშვო ბაღის ხარჯვით ნაწილს მერია ვერ აკონტროლებდა, მე ვერ დავეთანხმები ვერავის და ვერც ბატონ ჯემალს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩვენ მერიის საფინანსოს გარეშე ერთი კაპიკის გადარიცხვის უფლება არსად არ გქონდა. აბსოლუტურად სულ ყველა გადარიცხვა მერიასთან თანხმდებოდა. აი სადმე საბავშვო ბაღის დირექტორს რომ რამე იყიდა, ჩვენ უნდა მივსულიყავით საფინანსოში, უნდა წარმოგვედგინა დოკუმენტები, ისინი დაგვთავდნენ ებას ჩვენი გადავრიცხავდით, არ დაგვთავდნენ, არ გადავრიცხავდით. რა თქმა უნდა, ეხლა მე ვერ დავდებ თავს და ვერ ვიტყვი რომ 26 საბავშვო ბაღი ბათუმში სულ ყველა კარგად იყო აღჭურვილი, ეს უკვე იმ ხალხის სინდის ნამუსია დამოკიდებული, მაგრამ რა დააშავა ბავშვებმა. დღეს გაერთიანება აი როცა რაიმე საყვედური გვაქვს, გაერთიანება ყოველთვის იმიზეზებს შესყიდვებს და მართლაც ასეა რომ ყველაფერი უნდა შეისყიდოს გაერთიანებამ ტენდერებით. და თქვენ იცით ტენდერი როგორი გრძელვადიანი და როგორი წელვადია და მე მაგალითად დღეს გამიტყდა კარადა. და მჭირდება ეს კარადა მარტო მე და არ ჭირდება სხვა ბაღს. მე მივმართავ გაერთიანებას წერილით, გაერთიანება აგროვებს რამდენი კარადა რამდენ ბაღში გატყდება და შეიძლება ეს კარადა მომივიდეს 6 თვის შემდეგ. აი როგორ შეიძლება ამ პირობებში განვითარდეს საბავშვო ბაღი. ერთადერთი რაც არის, მე კიდევ ვამბობ, კვების პროდუქტები შემოდის დროულად და ვერ ვიტყვი საყვედურს ხანასია, მაგრამ შემოდის. დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი გაჩერდა საბავშვო. კარგით, ხალბატონო ანა, მაშინ რომ დაგვიკონკრეტოთ, ანუ ბაღის განვითარებას ხელს უშლის ტექნიკურ-მატერიალური ბაზის აღჭურვის პროცესი, თუ კიდევ სხვა რამეც უნდა იყოს იმისათვის, რომ ბაღი განვითარდეს, თუნდაც ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა. მე გეტყვით, რა უშლის ხელს? საბავშვო ბაღის განვითარებას ხელს უშლის არა ვართ დამოუკიდებლები. აი როცა საბავშვო ბაღის დირექტორები დამოუკიდებლები ვიყავით, ჩვენ გქონდა ჩვენი უფლებები. თვითონ მასწავლებლები და საბავშვო ბაღის დირექტორი ერთიანად ერთ გუნდად მუშაობდით, ახალი მეთოდოლოგია ინერგებოდა. ჩვენ ვყიდულობდით ამ ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად მასალას, სააქტივო მასალას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, როგორ უნდა განვითარდეს ბავშვი, თუ იმას ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით არ აქვს სააქტივო მასალა. შეიძლება 30 ჯგუფიან, 30 ბავშვიან და 60 ბავშვი მყავს, მე დღეს ყველა ჯგუფში მიზის 60 ბავშვი. 60 ბავშვთან რომ 2 ფანქარს შეიტან, სადაც ერთ ფანქარში 12 ცალია, ხო? აი რა განვითარებაზე ვლაპარაკობ? თითო ღე ფანქარსაც ვერ ვაძლევთ ბავშვებს. ხალბატონაზე წინა ბლოკში ყავდა სტუმრად ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს UNICEF-ის პროგრამას. თქვენ როგორ ფლობთ ინფორმაციას? გარდა იმისა, რომ გადამზადდნენ საბავშვო ბაღის პედაგოგები და შეტანილი იყო სახელმძღვანელო ბავშვთა აღზრდისათვის, რომელსაც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. მიიჩნევს თუ არა ბათუმის საკრებულო, რომ ეს სარეკომენდაციო ხასიათი დაავალდებულოს საბავშვო ბაღებს, რომ ეს პროგრამა იყოს განხორციელებული იმისათვის, რომ სახელმწიფო მიიღოს სკოლამდე აღზრდის დაწესებულებიდან ისეთი ბავშვი, რომელიც შეძლებს შემდგომ განათლების სისტემის დაძლევას. განათლების კომისიის გაფართოებულ ხდომაზე ჩვენი სახელმძღვანელოები დავამტკიცეთ და მაშინ თითოეული ბაღის მეთოდისტი თუ დირექტორი შეხვდა ამ ყველაფერს აღფრთოვანებით და ტაშით. თუმცა იმ დღესვე აღნიშნეთ ეს ფაქტი, რომ მართლაც შეუძლებელია 60 ბავშვი რაიმე სწავლა. ეს არის უდიდესი პრობლემა. ამის მოგვარებამდე რამდენი ცალი ფანქარიც და რამდენი ყუთი სახატავი როულიც არ უნდა შეიტანა საბავშვო ბაღში. შეუძლებელია. რამხელა და 5 წლის ასაკის 30 ბავშვი უნდა იყოს სით და ყოველდღე მოსიარული. არა, პრაქტიკული გამოცდილებით რა შეგიძლიათ თქვათ, ჯგუფი მაქსიმუმ რამდენ ბავშვს უნდა იტევდეს, რაზეც ხალბატონი ნაზი საუბრობდა. საერთოდ ყველაფერი რომ კარგად წავიდეს და მასწავლებელმა აი ზუსტად ის სწორი მეთოდოლოგია წაიყვანოს, ჯგუფში 25 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს. უფრო ჯგუფებში უნდა იყოს 25 ბავშვი, პატარებთან 2-3 წლიანებთან უნდა იყოს 15-18 ბავშვი. ხალბატონაზე აი რომ იყოს ესეთი ჯგუფები მცირე რაოდენობრივი, მაშინ თუ მოხდება ამ სახელმძღვანელოს დანერგვა და მისი სახელმძღვანელო დანერგილია და არავინ არ ზღუდავს არც პედაგოგს, მიმდინარეობს თუ არა მაშინ ამ მეთოდოლოგიის ბავშვები. ისინი ამ ყველაფერს ახორციელებენ შეძლების დაგვარად, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი იმ პირობებში, რა პირობებშიც უწევთ ამ მასწავლებლებს მუშაობა. მე ვამბობ ამას, რომ არ შეიძლება მასწავლებელზე
ვთქვათ, მასწავლებლებს დავაბრალოთ, რომ ბავშვი რაღაცას ვერ ღებულობს საბავშვო ბაღიდან. ამ პირობებში შეუძლებელია საჯარო სკოლებშიც კი შეუძლებელია, როდესაც 35 ბავშვი არის ხოლმე ერთ კლასში, თქვენ წარმოიდგინეთ, ვთქვათ, მერვე მეცხრე კლასში და რანაირად შეიძლება 3 წლის, 4 წლის ბავშვი 60 ბავშვი დაიმორჩილოს ერთმა მასწავლებელმა და ვთქვათ, აიძულოს თუ რაღაც. ეს არის ფაქტობრივად შეუძლებელი. მე მინდოდა მეთქვა კანონ პროექტთან დაკავშირებით, რაც საქართველოს პარლამენტში ქალბატონი თინა ხიდაშოვმა წარადგინა, იქ არის საუბარი, რომ საბავშვო ბაღები გახდება უფასო და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი და მისასალმებელი, თუმცა ამ კანონ პროექტს მე იმედი მქონდა, სანამ კანონ პროექტს წავიკითხავდი და ვნახავდი, რომ რაღაც დოზით მაინც განათლების სამინისტრო ჩაერთვებოდა ამ პრობლემაში და რაღაცას მაინც აიღებდა თავის თავზე. მე ვფიქრობ დაფინანსებას ანუ მუნიციპალიტეტი ვერ გაწვდება თავიდან ბოლომდე ყვებას, იქ მასწავლებლების, ვთქვათ, გადამზადებას, პედაგოგების ხელფასებს და ასე შემდეგ. ეს არის ფაქტობრივად შეუძლებელი. მე ვფიქრობ, რომ საბავშვო ბაღი არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველობის იმედად იყოს დატოვებული. თუ დაუშვათ ქალბატონაზე მიიღებენ ამ კანონ პროექტს და მხარს დაუჭერს პარლამენტის უმრავლესობა, შეძლებს თუ არა მუნიციპალიტეტი საკუთარი რესურსებით ამის იმპლემენტაციას? მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაჭირდება. მე ბათუმი კიდევ არის, ვთქვათ, მეტაკლებად დიდი ქალაქი, თუმცა გასულ წელთან შედარებით სამჯერ უფრო ნაკლები ბიუჯეტი გვაქვს და ჩვენც კი გაგვიჭირდება, არ ვსაუბრობ სხვა მუნიციპალიტეტებზე, იგივე ვთქვათ, ხელვაჩაურში, ქედაში და ასე შემდეგ. მე აბსოლუტურად არ მესმის, რატომ უნდა განსხვავდებოდეს ბათუმელი ბავშვი ხელვაჩაურელი ბავშვისგან, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტს აქვს უფრო, ვთქვათ, დაბალი ბიუჯეტი და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებელია ამ ბაღებთან დაკავშირებით საქმეში ჩაერთოს განათლების სამინისტრო. ქალბატონი ანა, თქვენ საუბრობდით, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები მენეჯმენტში, რომელსაც აწარმოებს შემდგომი დაუშვათ თქვენი ორგანიზმის მიმართ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს გაუგებრობა ბაღების გაერთიანებასა და საბავშვო ბაღებს შორის ამის მიზეზი რა არის? არასწორი მენეჯმენტი. არასწორი გათვლა და არასწორი მენეჯმენტი. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი საბავშვო ბაღი უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა კონდეს საკუთარი ბიუჯეტი. აი მაშინ განვითარდება საბავშვო ბაღი. და მე კიდევ ქალბატონ ნინო არ მინდა ისე გაიგოს ჩვენმა მსმენელმა, რომ საბავშვო ბაღში რადგან 60 და 55 ბავშვია, რომ იქ სასწავლო პროცესი არ მიდის, ძალიან კარგი გაკეთდა ის, რომ პედაგოგების განაკვეთები გათანაბრდა და დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღის განმავლობაში 2 პედაგოგი 3 საათით მაინც არიან ერთად. ამან ეს 60 ბავშვის სიტუაცია განუხდა საბავშვო ბაღებში. აი საათობრივად და წუთობრივად მაგ გაწერილი დრო, რომ 30 ბავშვთან დავტოვო ერთი პედაგოგი, მეორე პედაგოგი პირველის ნახევარზე რომ მოდის სადილამდე ბავშვები ჩავაყვანინო დაბლა, ერთმა ჯგუფმა ითამაშოს, მეორე ჯგუფი დაკავებულია სწავლების პროცესით, რომ მართლა ძნელია 60 ბავშვს ორგანიზაცია გაუწიოდა. ხო, ძალიან ძნელია. ამიტომ როცა 2 საათის განმავლობაში ეს პედაგოგები ერთად არიან, ეს ზუსტად ეს 2 საათი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა სწორი გათვლებით და სწორი მენეჯმენტით. შეიძლება ამ ბავშვებთანაც იმუშაოდა. მართლა მე ბედნიერი ქალი ვარ, სკოლებიდან იმდენი სამადლობელო წერილები მომდის ჩემი ბავშვები, სადაც შედიან საჯარო სკოლებში. მაგრამ რა თქმა უნდა, UNICEF-ის კვლევების მიხედვით საქართველოში გამოკითხულ სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე მაქვს საუბარი 40% ბავშვების ვერ ფლობს იმ მოტორიკულ უნარებს, რომელიც საჭიროა პირველ კლასში მისვლისათვის, მიუხედავად ამისა, რომ დავუშვათ თქვენი ბაღი კონკრეტულად ახორციელებს ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯებს დგამს. თქვენ ხო არ ვფიქრობთ, რომ მენეჯმენტის პრობლემა ეს არის ნაკლები კომპეტენციის არსებობა იმ დაწესებულებაში, რომელიც ბაღებს მართავს? ალბათ. თუ სტრუქტურული ერთეულმა ვერ გაამართლა? სტრუქტურულმა ერთეულმა ვერ გაამართლა და საერთოდ ამ გაერთიანების შექმნის შემდეგ დეგრადაცია წავიდა საბავშვო ბაღების. რა გითხრათ, ერთ რაღაცას გეტყვით. საბავშვო ბაღზე გამოკრული არის აბრა, რომელიც აი 1 თვის წინ გამოიკრა. აწერია ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ნომერ 3 სტრუქტურული ერთეული. საბავშვო ბაღში მშობელი რომ შემოდის, საბავშვო ბაღი არ უნდა ეწეროს ამ ფრაზას. რატომ უნდა ეწეროს სტრუქტურული ერთეული და რატომ არ უნდა ვიყო ნომერ 3 საბავშვო ბაღი? იცით, სხვა რა პრობლემებია დაუშვათ გარდა აი ამისა საბავშვო ბაღში? არის თუ არა სხვა რაღაც პრობლემები, რომლის დაძლევა აუარებელი პრობლემებია. საბავშვო ბაღში ეხლა აუარებელი პრობლემებია. პირველი, რაც ამ წუთში ყველაზე საგანგაშოა,
ბათუმელებისთვის წელს აბსოლუტურად სულ ყველა საბავშვო ბაღის კარები დახურულია. ბავშვებს ვერ ვხებულობთ. რისი მიზეზია ხალბატონო ნაზის? უადგილობის ისევ და ისევ იმ პრობლემამდე მივდივართ, რაზეც წეღან საუბრობდით. ჩვენ სტუდიის გარეთაც საუბრობდით და აღნიშნავდა ხალბატონი, რომ ფაქტიურად არ არის ადგილი იმისთვის, რომ საბავშვო ბაღში ბავშვები მიიღონ. და რას ვთავაზობთ ჩვენ მოქალაქეს, რომელსაც უნდა რომ სკოლამდელი სააღზმრდელო დაწესებულება ბავშვს მიაღებინოს მონაწილეობა და მოამზადოს სკოლისათვის. საუბედუროდ ვერაფერს ვერ ვთავაზობთ. საუბედუროდ მე როგორც საბავშვო ბაღის დირექტორი ვერაფერს ვერ ვთავაზობ. ეს უკვე მთავრობის გადასაწყვეტია, ეს უკვე ზემდგომი ორგანოების გადასაწყვეტია, რომ ბათუმს აუცილებლად სჭირდება ახალი საბავშვო ბაღები და ეს დღის წესრიგში სასწრაფოდ გასაკეთებელია. და ის ტექნიკურ მატერიალური ბაზა, რაც დღეს არსებობს საბავშვო ბაღში, არის თუ არა საკმარისი იმ კონტინგენტისთვის, რომელიც დღეს დადის საბავშვო ბაღში? ტექნიკური მატერიალური ბაზა, რაც დღეს საბავშვო ბაღში გვაქვს, ეს არის იმ 4 წლის განმავლობაში შეძენილი ტექნიკური მატერიალური ბაზა, როცა ჩვენ ვიყავით დამოუკიდებლები. გაერთიანების პირობებში ჩვენ შემოგვივიდა მხოლოდ მაგიდები და სკამები და მაგიდა და სკამი არ არის ავეჯი. მაგიდა და სკამი არის აუცილებელი ატრიბუტი და 15 დღეში გამიტყდა 40 სკამი. ამის მეტი რა გითხრათ. მაგ სკამების და მაგიდების გარდა მე მგონი საბავშვო ბაღს ძალიან სხვა ბევრი ძალიან ატრიბუტი ბევრი სჭირდება და სჭირდება ალბათ ყოველდღიური მონიტორინგი, როგორ ხდება ამ პროცესების მართვა, შიგნით თუ კი გვინდა რაღაცა დავდოთ. ხალბატონაზე თქვენ როგორ ფიქრობთ? შეიძლება თუ არა გამოიძებნოთ გამოსავალი არსებულ სიტუაციაში? ალბათ არის შესაძლებელი და გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს. მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ვთქვათ, რომ არა საბავშვო ბაღების გაერთიანება აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნებოდა. მე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო, რომ მართლაც იყო რამდენიმე საბავშვო ბაღი, სადაც აი მაქსიმალური კომფორტი იყო ბავშვებისთვის და არ შეიძლება იმ დაღწერო, იმდენად კარგი ვთქვათ, სათამაშოებიც ჰქონდათ ყველაფერი, თუმცა იყო რამდენიმე საბავშვო ბაღი, სადაც მე არ ვიცი რომელი საუკუნის სათამაშოები იყო იქ. მე მეცაც გეტყვით, მე ჩემი შვილი უბრალოდ უკვე დიდია, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ დაყვავდა საბავშვო ბაღში და მახსოვს, რომ როდესაც მივიყვანე, მე წავიღე სკამით, თეფშიც, ჭიქაც, ყოვზის, ჩანგარით, თეთრეულით, საბანით, მოკლედ ყველაფერი დავამზითვეთ და ისე გავუშვით ბაღში და თუ კი ეს პრობლემა მაინც დაძლეულია დღეს, ესეც უკვე წარმატება იქნება. აი, აღნიშნული პრობლემა მეტნაკლებად არის დაძლეული, თუმცა მე მშობლების პრეტენზიები იმასთან დაკავშირებითაც მესმოდა, რომ ეს იყო ძალიან უხარისხო თეთრეული და ქვეშაგები, როგორც ეძახიან და ისინი აპროტესტებდნენ იმას, რომ არ აძლევდნენ საკუთარის მიტანის უფლებას ბაღების გაერთიანების დავალებით, ამიტომ პრობლემა არის ნამდვილად აუარებელი. და ცალსახად ეს ვერ გადაიჭრება ბაღების გაერთიანების გაუქმებით. ამას ჭირდება უფრო დიდი ფიქრი და არა მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილება. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს არა მხოლოდ თვითმმართველობა, თვითონ საბავშვო ბაღებიც მეგისურვებს წარმატებებს და სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მოგწანდით და უპასუხეთ ჩვენს შეკითხვებზე. შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენდით საზოგადოების ხმას აჭარის რადიოს FM 104.5-ზე. ეს არის აჭარის ტელერადიო დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პროექტი, რომელშიც რეგიონში მოღვაწე თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული. დღეს თქვენთვის პირდაპირ ეთერში კავშირის პროგრესი ხელმძღვანელი ნინო გაბუნია და ხმის ოპერატორი ქეთი ნაცვლიშვილი მუშაობდა. დღევანდელი გადაცემა დასრულდა. რადიო პროექტი ახალი წამყვანით და ახალი თემებით მომდევნო 4 შაბათს 19 საათზე დაბრუნდება ეთერში. უსმინეთ რადიოს FM 104.5-ზე.